მოგვიყვება ისტორიებს ღაბარებს ბუქუნებთან ერთად მოусმინე ამბებს ბაბუ მოგვიყვება ისტორიებს ღაბარებს ბუქუნები 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 დედა, შეიძლება წყალში შევიდე? არა, დედიკო, უკვე წასვლის დროა. თითქმის შუადღეა და ამ დროს მზეზე ყოფნა არ არის სასურველი. მინდა. არ შეიძლება, ლუკა. ჩვენ ხომ თქვით, რომ შუადღეს მზეზე ყოფნა საფრთხეა და შეიძლება დავიჭროთ. მზე რომ არ არის, სულ ღრუბელია. ასე კიდევ უფრო საფრთხეა. შეიძლება ღრუბლების გამო ვერ იგრძნო მზის სიმხურვარე და ისე დაიჭვა კანი ვერ გაიგო. კარგი, ხო? დავასრულებთ ციხესიმაგრეს და წავიდეთ. მამა, ეს ხომ სხვისი დატოვებულია და შენ რატომ აქდებ? ვინც დააგდო ძალიან ცუდად მოიქცა მამა. არ შეიძლება ნაგვის ესე დაყრა. გარემოზე ზრუნვა ყველას მოვალეობაა. ამიტომ თუნდაც სხვისი დატოვებული ნარჩენის გადაყრით, კარგ საქმეს ვაკეთებთ. ოღონდ დაიმახსოვრეთ. მშობლების დაუკითხავად არ შეიძლება არაფრის აღება. მათ შორის არც ნარჩენების. იმიტომ რომ შეიძლება წინ დაუხედავმა ადამიანებმა ცუდი ნარჩენები დატოვონ და თქვენ რამე იტკინოთ. სახლში რომ მივად პირველი მივბანაობ. არა მე. მე არ მინდა ბანაობა. ზღვის მერე აუცილებელია ბანაობა, რომ მარილები მოვიცილოთ სხეულიდან. თორემ მოგექავება ძალიან. კარგი, ვიბანაოთ. მოდი ბაბუს დავბურეკოთ. ეს ვინ რეკავს თურმე? როგორ ხართ ბაბუს ბუქუნებო? როგორ ისვენებთ? კარგად, ბაბუ. დღეს იცი რა მაგარი სასახლე ავაშენეთ? შად, ბაბუ? ქვეშაში. აუ, ბაბუ, იცი რა მაგრა გავცურე ზღვაში? მართლა? გასაბერი რგოლით თუ ისე? რგოლით. გავიგე გუში ნაჭარული ხაჭაპური მიგირთმევიათ. მოგეწონათ, ბაბუ? კი, ბაბუ. იცი, მთლიანად შევჭამე. ეჭვი არ მეპარება. მე ძალიან მყვარს საჭარული ხაჭაპური. ისე იცით, რატომ აქვს საჭარულ ხაჭაპურს ნავის ფორმა და შუაში კვერცხი? რატომ? არ ვიცი რამდენად სიმართლეა, მაგრამ როგორც ამბობენ, აჭარული ხაჭაპურის შექმნის ისტორია ლაზებს უკავშირდება. ლაზები ძირითადად მეთევზეობით იყვნენ დაკავებული. დილით ადრიანად რომ გადიოდნენ ზღვაში სათევზაოდ, საღამოს გვიან ბრუნდებოდნენ. სახლში მისულებს კი მეუღლეების სიყვარულის ნიშნად ნავის ფორმის ხაჭაპურს ახვედრებდნენ. ხოლო შიგნით კვერცხის გულს იმისთვის ახლიდნენ, რომ მეთევზეებს კარგი ამინდი დაბედებოდათ. რა საინტერესოა. ბაბუ, ეხლა რამე მოგვიწევი? მომენატრა შენი ზღაპრები. სიამოვნებით, ბაბუ. იყო და არა იყო რა, იყო ღარიბი მეთევზე, რომელიც ცოლთან ერთად ერთ უბრალო ზღვისპირა ქოხში ცხოვრობდა. ერთ დღეს თევზაობისას მეთევზემ ოქროს თევზი დაიჭირა. ოქროს თევზს თურმე ლაპარაკი ცოდნია და მეთევზეს შეევიდრა. ხო, სიკეთექენი. რამიშვი და რასაც მოისურვებ ყველაფერს შეგისრულებ. კეთილმა მეთევზემ კი უბაშლა. დიდი მადლობა, ჩემო პატარა მეგობარო, მაგრამ არ მინდა სურვილესასრულება. ისე დაგაბრუნებ უგან ზღვაში. მეთევზემ მართლაც გაუშვა ოქროს თევზი ზღვაში და სახლში დაბრუნებულმა ცოლს უამბო ყველაფერი. ამ ამბის გაგონებაზე ქალი ძალიან გაბრაზდა. ახალი კოპი მაინც გეთხოვა იმ თევზისთვის, ჩვენსაც უკვე ძირი აქვს გაბუჭებული. დაღონებული მეთევზე დაბრუნდა ზღვაში და დაუძახა ოქროს თევზს. ოქროს თევზმა ამოყო ზღვიდან თავი და მეთევზეს კითხა. რამ შეგაწუხა კეთილო მეთევზეო? ბოდიში ოქროს თევზო, ჩემმა ცოლმა სულ გამომლანცხა. ახალ კოპის მთხოვს, ჩვენ უკვე აღარ ვარ გადა ამის გამო მობრუნდი შენთან. ნუ ნერვიულობ.
გაბრუნდი სახლში და შენი სურვილიც ასრულებული იქნება. უკან მიბრუნებულ მეთევზეს სახლში მართლაც ახალი გობი დახვდა. მაგრამ მის გასაკვირად ცოლი უფრო მეტად გაუბრაზდა. რაში გვარგია ეს ახალი გობი? წესწირი რამე ვერ თხოვე იმ თევზს? წადი ახლავე, ახალი და დიდი სახლის თხოვე. როდამდე უნდა ვიცხოვროთ ამ საცოდავ ქოხში? კვლავ გაბრუნდა მეთევზე ზღვაში და გადასცა თევზს ცოლის ნათქვამი. არი დარდო, გაბრუნდი უკან და სურვილიც ასრულებული დაგხვდება. გაბრუნდა მეთევზე და თავისი ქოხის ადგილას მართლაც ულამაზესი სახლი დახვდა. გარეთ კიდევ უფრო მეტად გაბრაზებული ცოლი ელოდებოდა. ხოლოდ ახალი სახლი რა ხეირია? ახლავე გაბრუნდი და სთხოვე თევზს თითგვაროვნად მაგციოს. შებრუნდა მეთევზე ზღვაში და ოქროს თევზს ცოლის სურვილი გადასცა. რა პრობლემა? გაბრუნდი უკან და ეს სურვილიც ასრულებული იქნება. დაბრუნდა მებადური და თავისი სახლის ადგილზე უზარმაზარი მდიდრული სახლი დახვდა. მისი ცოლი კი უძვირფასეს ტანსაცმელში გამოწყობილი თავმომწონედ დასეირნობდა ეზოში. ახლა ხომ ხარ კმაყოფილი? გათუმდი, შენი ხმარ გავიგო. წადი და თავლაში იმუშავე. ამ სახლში შენი ფეხი არ დავინახო. ავიდა მეთევზე და თავლაში ცხენის მომულევად დაიწყო მუშაობა. ცოტა ხანში დაუძახა მას ცოლმა და უბრძანა. მომწმინდა ეს ყველაფერი. წადი ოქროს თევზთან დაუთხარი, რომ დედოფლად მაგციოს. სხვა რა გზა ჰქონდა, დაღონებული მეთევზე წავიდა ზღვაში და ოქროს თევზს დაუძახა. როგორ ხარ, კეთილო მეთევზე? ახლა რამ შეგაწუხა? მეთევზემ გადასცა ცოლის სურვილი თევზს. მან კი უპასუხა. კი ბატონო, როგორც ისურვებ. წადი და შენი სურვილის ასრულებული დაგხვდება. დაბრუნებულ მეთევზეს სახლის ადგილას უზარმაზარი სასახლე დახვდა. მისი ცოლი კი ტახტზე იჯდა. როდესაც ქალმა მეთევზე დაინახა, კარის კაცებს მისი სასახლიდან გაგდება უბრძანა. ცოტა ხანში კვლავ დაიბარა ქალმა მეთევზე და უთხრა. უბრალოდ დედოფლობაც მომწყინდა. წადი ახლა და თევზს თხოვე ზღვებით დედოფლად მაგციოს. თავად ოქროს თევზი კი ჩემი მსახური უნდა გახდეს. ზღვაში გაბრუნებულმა მეთევზემ დაუძახა ოქროს თევზს და უთხრა. დიდი ბოდიში ოქროს თევზო. ალა არ ვიცი, ჩემს ცოლს რა მოუხერხო. ახლა სულს რომ ზღვების დედოფალი გახდეს. შენ კი მისი მსახური იყო. ამის გაგონებაზე თევზი წყალში გაუჩინარდა. უცადა მეთევზემ, უცადა, მაგრამ თევზი რომ აღარ გამოჩნდა, უკან გაბრუნდა ხმელეთისკენ. ადგილზე მისულს სასახლის ადგილას თავისი ძველი, ღარიბული ქოხი დახვდა. ხოლო დედოფლის ნაცვლად მისი ცოლი კვლავ ღარიბ, არაფრის მქონე ქალად გადაიქცა. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ქვილი აქ. აბა რას გვასწავლის ეს ხაპარი? მართლაც რას გვასწავლის ეს ხაპარი, რას ფიქრობთ? ჩემი აზრით იმას გვასწავლის, რომ არ უნდა ვიყოთ ხარბები. მართალია. სიხარბეს საბოლოო ჯამში დაღუპვისკენ მიყავს ადამიანი. მეთევზეს ცოლი ასეთი ხარბი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ძალიან დადებითად შეცვლილიყო მათი ცხოვრება და თევზიც არ გაენაწყენებინათ. კიდევ გვასწავლის, რომ უნდა შეგვეძლოს იმის დაფასება, რაც გვაქვს. ამბიციურობა და წინსვლა აუცილებელია, მაგრამ ამასობაში უნდა ვაფასებდეთ არსებულსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ბედნიერებას ვერ ვნახავთ და სულ რაღაცის დევნაში ვიქნებით. კარგი, ახლა ზღვაზე გასვლის დროა. აღარ არის ისეთი მწვენი მზე. კარგად, ბაბუ, ხვალ და გირეკავთ. დროებით ბაბუ სიყვარულებო. აბა კარგი ჭყუმპალაობა ზღვაზე. ზაფხულია როგორ დაცხა, ზღვისკენ გავემართო ჩქარა, წყალში ზოგი რგოლი ჩავა, ზოგჯერ სამკლაურიც გმარა, ხალისის და გართობის ზღვა, ოჯახთან დროს დარების ზღვა, მეგობრებთან თამაშის ზღვა, საოცარი ზაფხულის ზღვა, ქვიშის ნაპირზე თუ წავალ, ავაშენებ კოშკებს მაღალს, ქვიან სანაპიროს რასჯობს, ნაირფერგენჩი საბადო, ხალისის და გართობის ზღვა, ოჯახთან დროს დარების ზღვა, მეგობრებთან თამაშის ზღვა, საოცარი ზაფხულის ზღვა.
გავჩერდეთ ზღვაზე დიდხანს კრემი გვიცავს ცხელი მზისგან არ შევიდეთ მარტო წყალში ხო ამკევი სიმღერაში ხალისის და გართობის ზღვა